დონალდ ტრამპმა დაწერა პოსტი, ბევრი პოსტი იყო, მაგრამ პირველ პოსტში იყო აღნიშნული ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია. რაღაც საათებით დაწერა, რომელ საათზე შეწყვეტდა ცეცხლს ისრაელი, რომელ საათზე ირანი. ასევე სახელიც უწოდა ამ ომს 12 დღიანი ომი და შემდეგ პოსტებში უკვე წერდა, რომ მთავარი არის მშვიდობა, რომ მან მიაღწია მშვიდობას რეგიონში და ასე შემდეგ, თუმცა უკვე დილით ახალი ნიუსები იყო ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა ორივე მხარის მხრიდან, რითაც ტრამპი იყო ძალიან იმედგაცრუებული და გაწმილებული, განსაკუთრებით როგორც მან დასძინა ისრაელის მხარის მხრიდან. თავდაპირველად გავყვეთ იმას, რა პროცესები იყო იქამდე სანამ მოხდებოდა, თქვათ ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მხარეების დათანხმება თუ დაყოლება რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. ამერიკული მსხვილი მედია კომპანიები პერიოდულად იღებენ ხოლმე ამერიკის მთავრობისგან კულუარულ ინფორმაციას, რომელიც ამერიკის მთავრობას ამ მთავრობის ნაწილს არ სურს ხოლმე ღიად გააჟღეროს, მაგრამ ასე კულუარულად აწვდიან მედიას, გაავრცელა ასეთი ინფორმაცია, რომ ამერიკის ვარაუდით ფორდოს ბაზა ქარხანა არ განადგურებულა, ის მხოლოდ დაზიანდა. მიზანი ბოლომდე ვერ მიიღწა, ეს იყო რაც დაწერეს. ეგრე გამოვიდა და ასევე ნეთანიაჰუმაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ ჩვენ არ ვიცით განადგურდა თუ არა, მაგრამ ვიცით რომ დავაზიანეთ და განადგურდა თუ არა არ ვიცით, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ფორდოს ბაზის საწარმოო ნაწილამდე ამბობებმა ალბათ ვერ ჩააღწიეს და ეგ ლოგიკურია, რომ ეგრე ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ამერიკის ავიაბომბების დაახლოებით მედუნარიანობა ის ცნობილია დიდი ხანია და ირანი ამ ქარხანას აშენებდა მაგის გათვალისწინებით, რომ ის მიუწვდომელი იყოს ასეთი ავიაბომბებისთვის. მაინც თუ წდება რა აზრი აქვს და სიღრმე მაგალითად ახლა თუ ეს 60 მეტრზე ჩადის, მხოლოდ კიევში არსებობს მაგალითად 105 მეტრზე არსებული სადგური მეტროსი და ჩინეთში არსებობს მეტროსადგური, რომელიც 120 მეტრ სიღრმეზეა და ახლა აქ თის ქვეშ ბაზის ბირთვული ქარხნის აშენება როგორმე მოხერხდებოდა იმ სიღრმეზე, რომ ეს ბომბები ვერ ჩადიოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ დაზიანდა და დაზიანდებოდა მნიშვნელოვნად. ყველა შემთხვევაში განადგურდებოდა ალბათ ეს გვირაბები, რომლებიც იმ ქარხნამდე ჩადის და გვირაბები თუ არ არსებობს, გვესმის, რომ გარკვეული დრო დაჭირდება მათ აღდგენას, თუმცა ეს დრო იქნება ნაკლები, ვიდრე თვითონ საწარმოო ნაწილი რო დაზიანდეს და ამის შემდეგ ირანი აცხადებდა, რომ კიდე არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ ის ქარხანაც არ დაზიანებულა, დაზიანდა იქ მისასვლელი ადგილები და ზედაპირი და ამას აღვადგენთ. რაც ნიშნავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა თუ ეგეგრეა და ალბათ ეგეგრეა, მით უმეტეს ბირთვული მასალები გაიტანეს ალბათ 100% შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, დასავლური მხარეც ამას არ უარყოფს, გამოდის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურებულა, დაზიანდა, შეიძლება დრო დაჭირდეს აღდგენას, მაგრამ ეს ამოცანა მიღწეული ვერ იქნა. და რაც აქამდე იმუშავეს, რაც შექმნეს, ისიც ვერ განადგურდა და ეს ამოცანაც მათ რაც ამ წლების განმავლობაში აკეთეს ამ ბირთვული კომპონენტების სახით, ესეც ხელში აქვს ირანს და შეუძლია უბრალოდ აღადგინოს ის პროგრამა და გააგრძელოს უკვე არსებული მასალის შემდგომ გამდიდრება, ან ნაწილი უკვე შეიძლება საკმარისად გამდიდრებული აქვს იმისთვის, რომ ატომური ბომბი შექმნას, ხო? ეს ნაწილი მიღწეული ვერ იქნა, ეს ამოცანა. და ამის შემდეგ დადგა ბუნებრივი, ასე ვთქვათ, რადგან ეს ამოცანა მიღწეული იქნა, ბუნებრივი ის არის, ქვია, პირობა იმისა, რომ გამარჯვებულად ჩაითვალოს ომი, დგება კითხვა, რომ მაშინ უნდა მიიყვანოთ ნებაყოფლობით დათმობამდე, ხო? მიაწექი და აზიანე ისე, რომ ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული პროგრამა. უბრალოდ მან დადგა შემდეგი რთული გამოწვევა დასავლეთის წინაშე. თუ ვერ ვანადგურებ იმ ქარხანას, თუ არ მაქვს ბომბი, რომელიც იმ სიღრმეზე ჩადის. თუ უკვე გაიტანეს კომპონენტები, რომლებიც აღარ ვიცი, ახლა ასობით მანქანით წაიღეს სადაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში და დამალეს სადღაც, სადაც არ ვიცი სად და იმად ვერ წვდები. ანუ როგორ უნდა მოვახერხო, განადგურებას ვერ ვახერხებ. შესაბამისად, მაშინ ძალიან ინტენსიურად უნდა ვბომბო და ვანადგურო ირანის ეკონომიკური შესაძლებლობები იქამდე სანამ ისინი არ დანებდებიან. აქ მეორე პრობლემა დგებოდა, რომ ირანის საზოგადოება განსხვავებით პირველი დღეებისგან, როცა ძალიან რაღაცა
აღტაცებულ და გამარჯვებულ შეძახილებს ვისმენდით მაგალითად ტრამპის მთავრობისგან და ისრაელისგან. ეხლა მსგავსი განწყობები აღარ ჩანდა, ირანის საზოგადოება აღარ ავლენდა, არ გამოავლინა რაიმე იმ ტიპის კრიზისის ნიშნები, რომ ის ჩამოშლისკენ შეიძლება წასულიყო. ირანი გავდა ეხლა ქვეყანას, რომელიც მზად არის, სისტემა გავდა ქვეყანას, რომელიც მზად არის ასე დიდხანს გააგრძელოს, ოღონდ გაურკვეველია რამდენად იქნება მზად ისრაელის ეკონომიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ კი ირანს მედაზიანებას მიაყენებენ, მაგრამ რაღაცა თვალსაზრისით ირანს უფრო მეტად შეუძლია ირანულ საზოგადოებას გაუძლოს ავღანეთისკენ რო წაიყვანო მდგომარეობა, ვიდრე ისრაელს დაუზიანდეს სერიოზულად ეკონომიკა მრავალთვიანი დაბომბვებისგან, რომლებისგანაც აშკარად თავს ვერ იცავდა. ეს მარტივი გამოწვევა კი არ არის, ამისგან ეფექტურად თავი დაიცვა კონკრეტული რაოდენობის პატრიოტებს და თაადის ტიპის რაკეტებს აწარმოებს ამერიკა, ისრაელზე აღარ ვლაპარაკობ. ეს არის ამერიკა ეხლა აწარმოებს დაახლოებით 500 ერთეულ პატრიოტის ტიპის რაკეტას წელიწადში და იმაზე ბევრად ნაკლებს აწარმოებს. საერთოდ აქვს ბევრად ნაკლები თაადის კიდე უფრო სრულყოფილი ტიპის რაკეტები. ისრაელიდან რომ უფრინავს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა თუ ფიზიკურად აღარ აქვს, შეიძლება ბიუჯეტი მაღალი ქონდეს, მაგრამ ის რაკეტები დაუბრკოლებულად გადის და თეორიულად, როგორც ისრაელი ვარაუდობდა, ირანს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ათასობით ასეთი რაკეტა, შესაბამისად ზუსტია თუ სიზუსტეს უწუნებს შენ ქალაქებში იფრენს ეს რაკეტები და შეიძლება გადაჭერა მათი ეფექტურად ვეღარ ხერხდებოდეს. ამიტომ ამერიკა და ისრაელი დადგენ საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე, ვერ უნადგურებ ბირთვულ პროგრამას, ვერ აიძულებ ნებაყოფლობით კაპიტულაციას, სისტემას ვერ შლი. რა გამოსავალი დარჩა მანდ რთულია გამოსავლის მოძებნა ისეთის, რომელიც რეალურად საწყის ეტაპზე დასახული ამოცანები გაფორმებულად, შესრულებულად ჩაითვალოს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რაც მან რჩებოდა, იმ პირობებში, როცა აშკარად ირანს ეხლა ერჩივნა და მან მაგალითად ჩვენ როცა საუბრობდით, ვაანალიზებდით ამ პროცესებს, როცა ამერიკამ დაარტყა ისრაელის ბაზებს და შემდეგ ისვლა რა იქნება ირანის მხრიდან, როცა ვჯელობდით, ჩვენ მაგ აზრამდე მივდიოდით, რომ ირანისთვის არ არის მომგებიანი ეხლა არც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და არც რადიკალური მძიმე ისეთი ნაბიჯი პასუხის გაცემა, რომელიც მეორე მხარეს გაურთულებს მშვიდობაზე წასვლას. იმიტომ მეორე მხარემ ფაქტია, რომ ვერ შეასრულა დასახული ამოცანები, მაგრამ არის რთულ მდგომარეობაში, აი პატური ვითარება დაფაზე და იძულებული ის შეეცდება და იძულებული იქნება მოძებნოს გამოსავალი, მაგრამ და ირანის ინტერესი იქნება, რომელსაც ახლა თუ გააგრძელებინა ომი ამერიკას და ისრაელს, ის ნამდვილად შეუძლიათ, რომ დრამატულად დიდი დარტყმა მიაყენონ ირანის ეკონომიკას, რომლისგან წამოდგომა აუჭირდება. ამიტომ ეგრეც მოხდა, რა ვარაუდებსაც ჩვენ თქვა შიდა ანალიტიკის დროს ვაკეთებთ და გადაცემაში გავაჟღერეთ, ეგრეც მოხდა. ირანმა უპასუხა ფორმალური პასუხით, ამერიკის მიერ მისი ბირთვული პროგრამის დაბომბვის პასუხად, ირანმა ფორმალურად ისროლა ამერიკის ბაზების მიმართულებით რაკეტები, ისე რომ წინასწარ ამერიკის ბაზები ყატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთშია, ერაყშია და ამ მიმართულებით თუ ვერთები ყატარის მიმართულებით ისროლა, თუ ვერთები ერაყის მიმართულებითაც რამდენიმე რაკეტა გაისროლეს და იმიტომ რომ წინასწარ გააფრთხილეს და მე ტრამპმა თავის პოსტში დაწერა, რომ წინასწარ გაგვაფრთხილესო, გითხრეს, რომ აი უბრალოდ ჩვენ სახის შენარჩუნებისთვის გვჭირდება თქვენკენ გამოსროლა, მაგრამ ისე გამოვისვრით, რომ თქვენ შეძლებთ ამის მოგერიებას და ეს და ამ დროს აშკარა იყო უკვე რომ კულუარული ლაპარაკი მიდის იმისთვის, რომ ჩხუბი, რომელშიც თავდამსხმელი ვერ მოერია, მაგრამ დააზიანა, მაგრამ კაპიტულაციამდე ვერ მიიყვანა
მოწინააღმდეგე თავდამსხმელიც და თავდამცველიც ხდებიან რომ გენერალური გამარჯვება მიღწევადი აღარ არის და მოდი უკან დახევის გზები ვეძებოთ. ამაზე როგორც ჩანს აქტიურად მიდიო, როგორც ჩანს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ყატარის მთავრობის მეშვეობით გაცვლა ხდებოდა პოზიციების, რომ მოდი გავჩვენოთ. მხარემაც დაწერა, რომ აღარ ვენდობით არც ერთ მხარეს, ამიტომ მხოლოდ შუამავლის საშუალებით დავიკონტაქტებით, როგორც ამერიკას, ისე ისრაელს. ხო, და ასე ვთქვათ, არა, მაგ ღამეს, მაგ გუშინდელ დღეს მიდიოდა აქტიური ურთიერთგაცვლა პოზიციების და შეთანხმდა როგორც ჩანს გაჩერებაზე. და ამის შემდეგ ღამე ტრამპმა დაწერა, რომ ღამე კი არა, უკვე დილით ტრამპმა დაწერა, რომ მშვიდობა ისადგურებს, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, იმ ირანს ანუ გამარჯვება გამოაცხადა იმ კუთხით, რომ ირანს გავუნადგურეთ ბირთვული პროგრამა და გასაკეთებელი გავაკეთეთ. ეხლა მადლობა ირანს, მადლობა ისრაელს, რაღაც მადლობები მოუხადა ყველა მხარეს და ახლა შევდივართ მშვიდობის ფაზაში. და იქ დაითქვა ამ მომენტიდან ირანს ექნება 6 საათი რომ დაარტყას ისრაელს და შემდეგ ირანის დარტყმების დროის ამოწურვიდან ისრაელს კიდე 6 საათი ექნება რომ საპასუხო დაარტყას და მეორე უნდა გაჩერდეს ყველაფერი და დაიმსადგუროს მშვიდობა. ამას შემდეგ მოყვა დილით ცოტა უცნაური ექსცესი, გამოცხადდა რომ ირანის მხრიდან მოხდა რამდენიმე რაკეტის გასროლა ისრაელის მიმართულებით, ოღონ ამას მერე ირანულმა მხარემ არ დაადასტურა ასეთი რაკეტების გასროლის ფაქტი, ხოლო ის და ფაქტიურად გამოვიდა, რომ ისრაელის მხარიდან ვიცოდით ეს ინფორმაცია და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 3 რაკეტა თუ არ ვცდები, თუ რამდენიმე რაკეტა სულ გასროლა მოხდა ისრაელის მიმართულებითო და ამ რამდენიმე რაკეტიდან მხოლოდ 1 რაკეტა წავიდა რეალურად იმ მიმართულებით და ისიც არაფერს არ მოხდა თუ გადაჭრეს აერში. ამის პასუხად ისრაელმა გამოაცხადა, რომ აი ირანი არ ღვევს პირობებს და ჩვენ ახლა ძალიან მძიმე შეტევას ვიწყებთ და ისრაელის ავიაცია აფრინდა და დაიძრა ირანის მიმართულებით და ეს ისრაელის ავიაცია ძალიან დიდი შემადგენლობით დაიძრა და ფაქტიურად ეს იყო პირველი შემთხვევა ომის პირველი დღეების შემდეგ, როცა ისრაელის ავიაცია დაიძრა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე შესვლის სამოცანით, რაზეც ტრამპმა გამოხატა დიდი უკმაყოფილება, და თან გამოხატა უკმაყოფილება ისრაელის მიმართ და ეგ მნიშვნელოვანია მეტნაკლებად მე მგონი გასაგებად იმისა, რომელ მხარეს რა შეფასებები აქვს ახლა ამ ვითარებასთან დაკავშირებით. ტრამპმა გამოხატა უკმაყოფილება, მან თქვა, რომ ის უკმაყოფილოა ორივე მხარემ მეტნაკლებად დაარღვია ეს ზავის პირობები, მაგრამ ირანმა გაისროლა სულ რაღაცა 1 რაკეტა გაფრინდა, ის 1 რაკეტაც არაფერს არ მოხდა და განსაკუთრებით უკმაყოფილო არ ისრაელის პოზიციით, ამაზე ახლა ასე აფრენა და ისეთი რაოდენობის დაბომბვის დაგეგმვა და ისეთი რეაგირების მოხდენა, როგორც საერთოდ არ გვინახავს ამ ომის განმავლობაში, ეს საერთოდ ყველანაირ ლოგიკას ცდება, გაბრაზებული ვარ ისრაელის პოზიციით და მე საერთოდ ეს ორი ქვეყანა იმდენი ხანია მე მგონი ომობენ და იმდენი ხანია დაპირისპირებაში არიან, რომ მე მგონი აზრზე აღარ არიან უკვე რას აკეთებენ, ეს მე კორექტული ფორმით გამოვთქვი. უცენზუროდ იყო გაჟღერებული. პირდაპირ უცენზურო ფორმით თქვა, რომ აზრზე აღარ არიან, თავი ვეღარ შეიკავა, რას აკეთებენ და გაბრაზებული იყო ისრაელის მიმართ, ეგ მე კიდე მეტად დადასტურდა იმით, რომ მან გამოაცხადა, რომ დაელაპარაკება ისრაელის მთავრობას და ისრაელმა უნდა საუბარი ნეთანიაჰუს და ტრამპს შორის. ხო და ამის შემდეგ, მას შემდეგ რაც შედგა საუბარი, გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის ისრაელმა გავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი გველაპარაკა და მოვაბრუნეთ ჰაერში აწეული თვითმფრინავები და ვაჩერებთ თავდასხმას, აღარაფერს აღარ ვაგრძელებთ. სხვა ტრამპმა დაამატა ასევე ის, რომ კი ისრაელს კი ქონდა საათები იმისთვის, რომ ზავის პირობების მიხედვით კიდე აი რამდენიმე 6 საათი ქონდა, რომ დაბომბვა განეხორციელებინა, მაგრამ ეგ რა წესია ახლა შევთანხმდით, მოვილაპარაკეთ, ფორმალურად გაქვს საათები, მაგრამ ახლა რომ ბომბავ, ეგ წესი არ არის, ეგ აღარ უნდა გააკეთო. რაც მიანიშნებს ეჭვსაჩენს იმისა, რომ
ისრაელი ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, არ არის ზავის არსებული პირობებით და სცადა გარკვეული საბაბების რამდენ რეალურად არსებობდა ეს საბაბი არ ვიცით, მაგრამ ჩავთვალ თეორიულად ვივარაუდოთ, რომ რაღაც საბაბის პასუხად გამოეყენებინა ეს საბაბი იმისთვის, რომ იქნებ კონფლიქტი მეტნაკლებად შეენარჩუნებინა, იმიტომ რომ თუ არ არის მიღწეული საბოლოოდ არც ერთი იმ სამი პუნქტიდან, რომელიც ამოცანაც ჰქონდა, გამოვიდა, რომ იომეს იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში ირანმა ისევ გააგრძელოს, რამდენიმე წელიწადში ყველაზე ირანისთვის უარეს ვერსიას ვამბობ, შეიძლება წელსვე ძალიან სწრაფად ისევ გააგრძელოს ბირთვული პროგრამა, ეხლა ვეღარ მოთხოვს ალბათ გაჩერებას და არც გაჩერდება, ძნელი იქნება ამ პირობების წაყენება, გააგრძელოს ისევ ბირთვული პროგრამა და ძალიან მალე დადგეს ისრაელი ისევ იმ პრობლემის წინაშე, რომ ისევ რეაგირება ჭირდება, ოღონდ ბევრად გართულდება ამერიკის ჩართვა ამ პროცესში და ის მიიღებს ირანს, რომელიც ძალიან დააზიანა, რომელიც ძალიან გაბრაზებულია, რომელსაც სამაგიერო უნდა და რომელსაც თავისი მხარისთვის ძალიან მყარი არგუმენტები და მიზეზები აქვს დასასახელებელი, რატო უნდა გადაუხადოს ისრაელს სამაგიერო. აი, ეგ მოცემულობა. დაახლოებით მასეთ მდგომარეობამდე მივიდა ამერიკა და ეხლა ცხადია ერთადერთი რაც დარჩენია, ილაპარაკოს ეგ რო ხო ეგ ისეთი ვცემეთ ეხლა ჩვენ, რომ გვეხვეწებოდა გავჩერებულიყავით, ყველაფერს შეგვიყვით და ხელები ეგ დამტრეული ვერაფერს ვეღარ ისავს. მეორე მხარე ზეიმობს, ირანის მხარე ზეიმობს, ქუჩაში დარბის ხალხი და აღნიშნავს გამარჯვებას და მაგას აქვს თავისი რეალური საფუძვლები. ვერ ჩამოშალეს სისტემა, ვერ აიძულეს ღია კაპიტულაცია, ვერ ათქმევინეს უარი ბირთვულ პროგრამაზე, ვერ გაუნადგურეს ბოლომდე ბირთვული პროგრამა. დაუძიანეს. ეხლა პრობლემა იმაში, რომ ცალსახას ხაზგასმული ღია ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება გამოცხადეს ირანისა, იმაში მდგომარეობს, რომ რა თქმა უნდა ირანს ამ ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის თუ ავწუნით დაზიანებას, ირანს მიედგა ბევრად დიდი დაზიანება. ანუ მართლა ბევრად მეტი ხალხი დაეხოცა, მაღალ ჩინოსნები დაეხოცენ, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ბევრად მეტი გაუნადგურდა. მართლა ნიშნულოვნად დაუზიანდა ბირთვული პროგრამა და იმ პროგრამის საწარმოო სიმძლავრების ადგენს მართლა დაჭირდება გარკვეული დრო. ეხლა ეს დრო იქნება 1 წელი, 6 თვე თუ 3 წელი. ეგ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება იმაზე სავარაუდოდ იმაზე ინტენსიურად გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე აქამდე მუშაობდნენ, იმაზე სწრაფად აღადგენენ, ვიდრე შეიძლება გვეგონოს რაღაცა ნეგატიურ ირანისთვის ვერსიებში თვლიდით. ამიტომ ირანს საბოლოო ჯამში ამ ორ მხარეს შორის ძნელია ცალსახა ერთმნიშვნელოვანი გამარჯვებულის დასახელება, იმიტომ რომ ირანი ძალიან დაზიანდა მართლა, მაგრამ მეორე მხარე ვერ მიაღწია დასახული ამოცანა. ამიტომ თუ ვინმე უნდა დავასახელოთ, რომ ვერ შეასრულა თავის დასახული ამოცანები, ვერ შეასრულა ისრაელ-ამერიკის მხარემ. ირანმა ის დასახული ამოცანა, რომ ვერ გააჩერეს და ბოლომდე ვერ გაუნადგურეს ბირთვული პროგრამა, ეგ ამოცანა შეასრულა და ამიტომ ობიექტურად ეხლა რაღაცა ხაზგასმა თუ გჭირდება რომელმა მეტნაკლებად გაიმარჯვა ამ მხარიდან. ირანის მხარეს არის ეგ პოზიცია, მაგრამ საბოლოო ჯამში არის სურათი, სადაც ორივე ძალიან დაზიანდა და რთულია ცალსახა გამარჯვებულის დასახელება. კი ბატონო